ეს ადგილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. შიომღვიმის მონასტერში მე-6 საუკუნეში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა. მის სახელს კი უამრავი სასწაული უკავშირდება. საუკუნეების შემდეგაც მცხეთის მახლობლად სარკინეთის მთაზე დაარსებულ მონასტერში მოღვაწე ღირსი მამის მადლი და მეოხება მრევლს დიდი სიხარულით ავსებს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა შიომღვიმელის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ, ყველიერის ხუთშაბათ დღეს და 22 მაისს აღნიშნავს. დღეს წმინდა მამის შიომღვიმელის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა, რომელსაც თანამსახურობდა აგარაკ წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. აქ მოღვაწე ბერებსა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა და სიწმინდეები მოილოცა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ. წირვის დასასრულს ღირსი მამის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს და მღვიმეში, სადაც წმინდა მამა სიცოცხლის ბოლო 15 წელიწადს ცხოვრობდა, პარაკლისი გადაიხადეს. მრევლს საშუალება მიეცა ამ უდიდეს სიწმინდეს მიახლებოდა და მოელოცა. ღვთისმსახურების დასასრულს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა მამის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება წმინდისა ღირსისა მამისა ჩვენისა შიომღვიმელისა. ეს ადგილი მე-6 საუკუნეში თვითონ წმინდა მამა შიომღვიმელმა ღვთის განგებით, ღვთის ნიშანით გამოირჩია, დაიწყო რა აქ მოღვაწეობა, გამრავლდა მონასტრის საძმო და ბერები მოღვაწეობდნენ სულიერად. შიომღვიმე ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი ბერების მოღვაწეობით და ბერები ძალიან ბევრ კარგ და კეთილ საქმეებს აღასრულებდნენ. ლოცვის გარდა მათ ძალიან ბევრი განსაკუთრებული საქმეები აქვთ აღსრულებულნი. ეს მონასტერი გაძლიერდა, აშენდა სხვადასხვა ეკლესიები, ეს მიძინების ტაძარი, რომელიც დავით აღმაშენებელის პერიოდში თვითონ დიდმა მეფემ ამ მონასტერს მიუძღვნა. ნათლისმცემლის ტაძარი ქვემოთ ბრძანდება. ნათლისმცემლის ტაძარს თანდათან მიემატა, მიეშენა, მიშენებები მოხდა და წმინდა ტრაპეზები, წმინდა წირვა, ლოცვა აღესრულებოდა. თვითონ წმინდა მამა შიომღვიმეს აქ ის ზუსტად ის ტაძარი მისი აღშენებლობა დაწყებული. მეუფე პეტრე ბრძანდება, ჭყონდიდელი მიტროპოლიტა მეუფე გრიგოლი, წალკელი ეპისკოპოსი. და მადლობა ღმერთო, ჩვენ ერთად აღვავლინეთ წირვა. მე როცა წინამძღვარი ვიყავი, მეუფე პეტრე საოცარი სიტყვები აქ ნათქვამი, რომ მარხვის დაწყების წინ, აი თქვენ იცით, რომ დიდ მარხვა ძალიან ისეთი სულიერ ღვაწლს მოიცავს და მაინც და მაინც შიომღვიმელის ხსენება არის ყველიერის კვირიაკეში ესეთი ძლიერი და დიდი მამის, დიდი სულიერი მოღვაწე მამის. და ის ისე მარხულობდა და ისე ლოცულობდა, ზუსტად აქ ჩამობძანებული ადამიანები ავიღებთ ლოცვა კურთხებას ყველიერის ხუთშაბათს წმინდა მამისაგან და შევთხოვთ, რომ ჩვენს ღირსეულად დავიცვათ და შევინახოთ მარხვები. ეს 13 ასრული მამათაგანი ყველაზე ერთ-ერთი დიდი წმინდანია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. მისი მოღვაწეობის შემდგომ უკვე ჩაიყარა ბერმონაზნობა სრულიად საქართველოში. ასე ვთქვათ, ფესვები და მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ხანგრძლივობა, ბედნიერება, დიდი ჟამი უსროთ ჩვენ ქვეყანას და განთლიანება. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს შიომღვიმელის ხსენების დღე არის. მოგიხსენებათ, შიომღვიმელი იყო ბერმონაზნული ცხოვრების განმტკიცებელი და მის საბაძია თითოეულ ჩვენთაგანისთვის და ხარობს დედა ეკლესია და სრულიად საქართველო.
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტის საბას ძალისხმევით მღვიმეში მდებარე საფლავის ქვა და სიწმინდე ახალ ლუსკუმაში მოთავს და პროექტის ავტორი არქიტექტორი არჩილ მენაბდია, მოქანდაკე კი გიორგი ლალიაშვილი. ლუსკუმაზე ის სცენებია გამოსახული, რომელიც წმინდა მამის ცხოვრებასა და სასწაულებს უკავშირდება. ეს მღვიმე, რომელშიც ესე იგი მოღვაწეობდა თვით ღირსი მამა შიომღვიმელი 15 წლის განმავლობაში. საოცარ სულიერ მუქს ატარებს. და იქ იყო საფლავის ქვა დაახლოებით 30 წლის წინ ისე შექმნილი, მაგრამ აი წინამძღვარმა გადაწყვიტა, რომ პატრიარქის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცვლილიყო ეს და უკეთესი რამ ესე იგი შექმნილიყო. მასზე არის გამოსახული შიომღვიმელის ცხოვრების და ის სასწაულები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ისტორიული წყაროებით. ასევე გამოსახულია მასზე ღირსი მამა სიმონ მესვეტე, როგორც მაკურთხეველი, აი ამ ასურელ მამათა. გადმოცემის თანახმად წმინდა მამა ყოველ ყველიერის ხუთშაბათს სასწაულს მოუვლენ და ერს ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასმა წმინდანის ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო ირანს დიდი უბედურება დაატყდა. ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვისა. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და განთავისუფლებულ ამილახвრის ქალთან ერთად საქართველოში მოაგზავნა. 1735 წელს შიოობას ტაძარში ღირსი მამის 3 ნაწილი ამობრძანებულა. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო. გაუკვირდათ ქართველებს. იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა. თუმცა ამბობენ, რომ ერთხელ 1917 წელს შიოობას ღირსი მამის თავი ამობრძანებულა. იმასაც ამბობენ, წმინდა მამამ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და გაამხნევა ქართველობა. წმინდა შიომღვიმელი იმ 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთია, რომლებიც ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად ივერიაში ჩამოვიდნენ. მისი სულიერი მოღვაწეობა კი ამ ადგილს უკავშირდება. სწორედ წმინდანმა მამათა მონასტერი დააარსა. წმინდა იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა. ქრისტეს სიყვარულისთვის ღირსი შიო მარხვითა და ლოცვით 15 წლის განმავლობაში 12 მეტრის სიღრმის მღვიმეში ცხოვრობდა. წმინდა მამა ანდერძის თანახმად იქვე დაკრძალეს. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ვულოცავთ ანგელოზის დღეს. წმინდანის შემწეობას, ჯანმრთელობასა და სულიერ მხნეობას ვუსურვებთ. დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მამის არსენ იყალთოელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი მე-11-მე-12 საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, თარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსია. ღირსი არსენ იყალთოელის შესახებ დაწვრილებითი ბიოგრაფიული მონაცემები არ შემონახულა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საფუძვლიანი განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება გიორგი ჰამარტონის ხრონოგრაფი. ასევე წმინდა მამამ თარგმნა კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში დოგმატიკონი ეწოდება. სწავლის დასრულების შემდგომ წმინდა მამა წავიდა შავ მთაზე, სადაც მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. როდესაც წმინდა მამა გარდაიცვალა, არსენ იყალთოელი ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა. 1114 წელს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით ღირსი მამა საქართველოში ჩამოვიდა და მოღვაწეობა გელათის აკადემიაში განაგრძო. აქ მან დიდი შულის კანონი თარგმნა. შემდგომ ის კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან უმაღლესი სკოლა აკადემია დააარსა. ღირსი მამა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის გარდაცვალებასაც შესწრებია. ცნობილია, რომ წმინდა კეთილმსახური მეფის ეპიტაფიაც სწორედ მან დაწერა. ღირსი არსენ იყალთოელი დაკრძალულია იყალთოში მონასტრის დამაარსებლის წმინდა ზენონის გვერდით.
ეუთოს რეგიონულ შეხვედრას სასტუმრო ქორთიარდ მარიოტმა უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებმა სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მართლმსაჯულების საკითხების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელეს. ორჰუსის კონვენციის შესრულების მექანიზმები, ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვითი კანონების ურთიერთქმედება საერთაშორისო სამართალში, სასამართლო ორგანოების როლი. ეს ის საკითხებია, რომლებიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. ეს ხელს შეუწყობს ორჰუსის კონვენციის შემდგომ იმპლემენტაციას საქართველოში. მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობა გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ასოციირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და თითოეული ნაბიჯი, თითოეული შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ან მიმართულებით ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ განვითარებას ორჰუსის კონვენციის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ხვდებით ორჰუსის კონვენციის მონაწილეებს და განვიხილავთ რეგიონში გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მართლმსაჯულების საკითხებს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის კონტრიბუტორი ქვეყანა გახდა. სიახლე რომში IFAD-ის შტაბ-ბინაში მიმდინარე მმართველობითი საბჭოს 38 სესიაზე გახდა ცნობილი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წვლილზე. ქალაქ რომში გაიმართა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური მმართველობითი საბჭოს შეხვედრა, სადაც 150-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მთავრობის წარმომადგენლებმა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ან მოადგილებმა. აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს წელს პირველად გახდა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის არა მარტო მომხმარებელი ქვეყანა მისი საფინანსო რესურსის, არამედ კონტრიბუტორიც და აღნიშნული კონტრიბუცია ასევე მოხმარდება არა მარტო საქართველოს, არამედ ზოგადად მსოფლიოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრა უძღვების ხელმძღვანელმა გახსნა. გიორგი შუხოშვილის განცხადებით გასულ წელს კეთილ მოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში 19 ნაგავსაყრელი შევიდა. იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის ახალი საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობის პროექტების განხორციელება დაიწყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ჩართულობით სხვადასხვა უწყებასთან ერთად ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი შეიმუშავა. სამოქმედო გეგმა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას ითვალისწინებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო 2014 წელი ამ კუთხით. მყარი ნარჩენების კომპანიამ შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 რეგიონული ნაგავსაყრელის კეთილი მოწყობა, ასევე განხორციელდა შემოღობის ღონისძიებები 29 პოლიგონზე, შეძენილი იქნა სპეციალური ტექნიკა, რომელიც აუცილებელი არის ამ პოლიგონების ოპერირებისთვის. კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს მყარი ნარჩენების კომპანიას მომავალი წლისათვის. უკვე არსებობს კონკრეტული გაწერილი გეგმა, რომელსაც შევასრულებთ ზედმიწევნით. 2014 წელი საკმაოდ ნაყოფიერი წელი გამოდგა. ჩვენ მოვახერხეთ და 19 ნაგავსაყრელს ჩაუტარეთ რეაბილიტაცია, ანუ განახლებული ნაგავსაყრელები გვაქვს, სადაც ახალი სტანდარტებით მოხდება ნარჩენების მიღება და განთავსება. ასევე 2015 წელს იგეგმება რიგი ნაგავსაყრელების უკვე ევრო სტანდარტებით დახურვა, ასევე გაგრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები და ვიწყებთ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომელიც გულისხმობს რეგიონული ახალი საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის აშენებას. დაგეგმილი არის მომავალში სხვა არასანიტარული ნაგავსაყრელების მართვის ღონისძიებების გეგმების შემუშავება, მისი წარდგენა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ეგრეთ წოდებული შესაბამისობის გეგმების შემუშავება, მისი შეთანხმება და მისი განხორციელება ეტაპობრივად. მთლიანად 8 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი არის ძველი არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური ნაგავსაყრელების მოწყობა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 5 ყოფილი პატიმარი დასაქმდა. ბენეფიციარების სამუშაო სპეციფიკას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი გაეცნენ. ყოფილი პატიმრების სკანირების ცენტრში საარქივო მასალებსა და დოკუმენტებს ციფრულ ფორმატში გადაიყვანენ. ბენეფიციარები დასაქმდნენ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. პროექტში ჩართულია 917 ყოფილი პატიმარი, მათგან 153 უკვე დასაქმებულია. საჯარო რეესტრი 2014 წელს დასაქმდა უკვე ამ პროგრამის ფარგლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობით 5 ყოფილი პატიმარი. დღეს იგეგმება კიდევ 5 ყოფილი პატიმრის დასაქმება. ეს არის საჯარო რეესტრის სკანირების ცენტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ზოგადად საჯარო რეესტრის ხდება ელექტრონულ ფორმატში ხაღალდის დოკუმენტების გადატანა. ზოგადად იუსტიციის სისტემაში და საჯარო რეესტრის სოციალურ პროექტებს მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ. ჩვენთან დღესდღეობით ასევე დასაქმებული არის 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები. დღეს დასაქმებულ 5 ბენეფიციარსაც ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი არა მხოლოდ თქვენს თავზე, არამედ იმ მომავალ პოტენციურ დასაქმებელ ყოფილ პატიმარზე, რომელსაც დაასაქმებენ ან საჯარო რეესტრში, ან რომელიმე სხვა სამინისტროში, იმის გამო, რომ თქვენ დადებით რეპუტაციაში შექმნით და კარგი იმიჯი შეუქმნით ჩვენს დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამაში ჩართულ ყოფილ ბენეფიციარს. ანუ პირდაპირ იქნება ამათ მუშაობასა და მომავალ დასაქმებულთა რაოდენობა შორის. იმ ადამიანების დადებითმა შედეგმა, ესე ვთქვათ, საბოლოოდ რომ ნორმალურად მუშაობენ, ნორმალური წესიერი ხალხი არის, გამოიწვია ის, რომ კიდე მეორე ტალღა მიიწვიეს, მეორეზე კიდე სხვები მიიწვიეს სამუშაო და საერთოდ კარგი იქნება თუ სხვა სამინისტროების გადაიღებენ ამ მაგალითს და ამ ადამიანებს კი არ გარიყავენ, არამედ რაღაც კვოტას გამოყოფენ იმ ვაკანსიებიდან, რომელიც მათთან ჩდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო დარბაზის წევრებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო პროგრამის პროექტი გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა დაინტერესება გამოხატეს ევრორეგულაციების მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ აქტიურად ითანამშრომლონ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სამოქალაქო დარბაზის სახელით 2013 წელს შეიქმნა, 30-ზე მეტ მეცნიერს, ექსპერტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. დღევანდელ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სააგენტოს და ზოგადად იმ პროცესებისთვის, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ამ შეთანხმებაში დიდი ნაწილი არის ის რეგულაციები, რომელიც განახორციელოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და აღნიშნული რეგულაციების განხორციელებით და უახლოვდებით როგორც ევროკავშირის სტანდარტებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეგულაციების მიღება ჩვენი ქვეყნის სურსათის უნებლობისთვის გასატარებელი ღონისძიებების კუთხით. ეს არის ის რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში მიზნით, რომ სურსათის უნებლობა მოვიდეს და აუახლოვდეს ევროკავშირის სურსათის უნებლობის მოთხოვნებს. ეს არის პირველ რიგში იმისათვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, განთავსებული პროდუქცია იყოს უნებელი და ქართული მომხმარებლისთვის ისეთივე უსაფრთხო, როგორიც ეს არის ევროპულ ბაზარზე განთავსებული პროდუქცია და ასევე ქართულ პროდუქციას გაეხსნას ევროპული ბაზარი. ძალიან კარგი პრაქტიკაა ზოგადად, რომ საკანონმდებლო მიახლოების გეგმა გადის საზოგადოებრივ განხილვას. 10 დღით გამოქვეყნდა და გვაქვს შესაძლებლობა კომენტირების, გარდა ამისა, აგერ შეხვედრაც ჩატარდა და მოგვეცა კითხვების დასმის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, რომ იქნება აგრეთვე სამუშაო რეჟიმში ურთიერთობის შესაძლებლობა. ზოგადად ნამდვილად კმაყოფილი ვართ იმითი, რომ სურსათის სააგენტო არ ერიდება საზოგადოებასთან ურთიერთობას.
ანალიტიკური აზროვნების შესავალი. ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა. სახელმძღვანელო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კურთხევით გამოიცა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალში უმაღლეს სასწავლებელში სახელმძღვანელოს მიხედვით იგეგმება სილაბუსის მომზადება და ახალგაზრდებისთვის ამ მიმართულებით არჩევითი საგნის დამატებაც. წიგნზე ავტორთა ჯგუფი 3 პროფესორის შემადგენლობით მუშაობდა. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ანალიტიკურ აზროვნებას და პატრიარქის ქადაგებებში ყოველთვის ხაზგასმით არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა ისწავლოს ანალიტიკური აზროვნება, სიღრმისეული აზროვნება და აი ამისათვის უნივერსიტეტმა პატრიარქის ლოცვა კურთხევით გადადგა სერიოზული ნაბიჯი, როდესაც ავტორთა კოლექტივს შეაქმნევინა სახელმძღვანელო ანალიტიკური აზროვნების შესახებ. შექმნილია სტუდენტი ახალგაზრდობისათვის, რათა აზროვნების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს ეზიაროს და ანალიტიკური აზროვნების ძირითად სიღრმეებში შევიდეს და აზროვნების განვითარებას შეუწყოს ხელი სტუდენტ ახალგაზრდობაში. კორპორატიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ კოლეჯ სპექტრში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე კერძო სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში, რადგან ბიზნესს ესაჭიროება გადამზადებული პროფესიონალი კადრები. მათივე განმარტებით აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრას განათლების სამინისტროსა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუ ჩვენ გვინდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადამზადება, თუ ჩვენ გვინდა რომ კერძო სექტორი ჩაერთოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და სასწავლებლების განვითარებაში, ბუნებრივია ამას უნდა იყოს ორმხრივი დიალოგი, რაც ქმნის საწინდარს იმისას, რომ ერთობლივი სწავლება, კოოპერაცია და კოოპერატიული განათლების განვითარება მოგცემს საშუალებას ადამიანის მივცეთ საშუალება მაღალკვალიფიციური განათლების მიღების და შემდგომ მათი წარმატებით დასაქმების. ეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს პროფესიული განათლების განვითარებისთვის, ვინაიდან ეძღვნება კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში და მის განვითარებაში. ეს კი არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია ხარისხის გენერირება და დასაქმების უზრუნველყოფა სტუდენტებისათვის. მოხარული ვარ, რომ მზარდია დაინტერესება და მონაწილეობა კერძო სექტორის მხრიდან. ეს აშკარად შეიმჩნევა ბოლო წლების მანძილზე. ძალიან მწირი არის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პროფესიონალები არიან აი ტექნიკური მიმართულებით. საჭირო არის ბაზა შეიქმნას ამისთვის, გავითვალისწინოთ ერთმანეთის მოთხოვნები კოლეჯებმა და კერძო სექტორმა. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხოლმე სტუდენტებს, როგორც სტაჟირების პროცესში, ასევე აქამდე ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული 2013 წლიდან კოლეჯ სპექტრთან და სულ მუდმივად თანამშრომლობთ ერთმანეთთან.